ჩვენ დავიწყოთ ჩვეულებისამებრ დღევანდელი სახარების განხილვით. ჩვენ გვყავს სტუმრად მარიამ ცეცხლაძე. არის ოჭადრაკე გოგონა, ოჭარი. მარიამ რა ქვია? აი ჭადრაკში რო დრო იწურება. საიტნოტი, ხო და ჩვენ ვარ ხელ ყველანი საიტნოტში. რატო ამბობ რომ არ არის დღეს გართობის და აშფანდურის და რაღაცების დრო. ჩვენ ყველანი ვარ საიტნოტში. ეხლა როდესაც დრო იწურება, ცოტა დრო გაქვს. ვარ ამოიღებ და ტელეფონზე თამაშს ვარ დაიწყე. რაღაცით თავს ვარ შეიქცე. ეხლა იქ სადაც ძალიან ცოტა დრო გრჩება. იქ რომელიმე მოჭადრაკე დროის მოკლას დაიწყებს. ვარ დაიწყე. სად ექნება მოსაკლავი დრო? ერთი წამიც კი არ ეგექნება იქ მოსაკლავი. აი დღევანდელ სახარებაში რა წერია რა? ან მივაბად ესე იგი რა. რატომ მეტყვით? რა ისა მეტყვი მე უფალო? რა ისა მეტყვით მე უფალო და არ ახობთ რომელსა მე გეტყვი თქვენ. ჩვენ მარტო ვამბობთ რომ აი მორწმუნეები ვართ, მარტო შეიძლება თუნდაც უფლისგან რაღაცას ითხოვ, მაგრამ არ აკეთებთ იმას, რომ რასაც მე გეუბნებით თქვენ. ეხლა როდესაც ადამიანი სახლს აშენებს, იმას უეჭველად ჭირდება საძირკველი, ხო მართალია, საძირკველის გარეშე ხო აბა სახლი რანაირად გაძლებს. და აი ნახეთ როგორი შედარება მოხავს შემდეგ. ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთან და ხობს მათ, ანუ კი არ ისმენს მათ, არამედ აკეთებს ამ სიტყვის შესაბამისად. გიჩვენო თქვენ ვისა იყოს მსგავს. მსგავსას იგი კაცსა, რომელი აშენებს სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადო საფუძველი კლდესაზე. ანუ ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და ასრულებს, ის გავს ისეთ ადამიანს, ვინც მიწა მოთხარა, იპოვა მყარი საფუძველი, ანუ კლდე ამ შემთხვევაში, და იქ დაიწყო სახლის შექმნა. ჩვენ ახლა შეიძლება რომ რამდენიც არ უნდა გათხარო კლდე ვერ იპოვო, მაგრამ ამისთვის ჩვენ გამოვიგონეთ კინაბეტონის კონსტრუქცია და იმაზე ვაშენებთ. ის არის ჩვენთვის კლდე, ხომ არ არის? იმიტომ რომ ის რაღაცა სიმყარე ქონდეს. და დიდროაი რა იყო, ანუ წყალდიდობა იყო, ეკვეთა მდინარე იგი სახსამას და ვერ შეუძლო შეძრად მისა. რამე თუ დაფუძნებული იყო კლდესას ეგ. როდესაც წყალდიდობა იყო და მათ სახარებაში კიდე რაღაცეებიც ემატება, წვიმა იყო, ქარიშხალი იყო, წყალდიდობა იყო და ეკვეთა ამ სახლს, დაეჯახა ამ სახლს და ვერაფერი ვერ იყო, ვერ დასცა ძირს. რადგან ის იყო კლდეზე დაფუძნებული. ხოლო რომელმან ისმინა და არ აყოს, ვინც მოისმინა და არ ცდილობს რომ შეასრულოს. ანუ ღვთისმცნება კი გაიგო, მაგრამ არ ცდილობს. ახლა ზოგმა შეიძლება არც გაიგო. ზოგი შეიძლება სახარებას არ გადასვლის და არ წაიკითხოს. შესაძლოა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ადრე აი უცხო რომელიღაც სატელევიზიო შოუში დაახლოებით ესეთი იყო, ვის უნდა 50,000 თუ სხვაგან ხო ვის უნდა მილიონი თუ რაღაც სხვა სახელწოდებებით ხო არის სხვადასხვა ქვეყნებში და ერთ-ერთგან იყო რომ დაასახელეთო წიგნიო, რომელსაცო ქრისტიანები უფრო ეამბორებიან, ვიდრე კითხულობენ. ხოლო რომელი იქნებოდა ეს წიგნი? ეს იყო სახარება ალეკ. ანუ ჩვენ ესე იგი ტაძარში მოვდივართ, კი ბატონო, სახარებას ემთხოვე, მიხვალ ზეციცხებს, სახშიც შეიძლება აი კარგად მოჭედილით, მოოქროვილი სახარება გქონდეს, აი დაბადების დღეზე მიართვა ადამიანს, მაგრამ იმა თუ არ გადაშალა, თუ არ წაიკითხა. კი, რა თქმა უნდა, ეს მოგრძალება და მოწიწება ძალიან კარგია, მაგრამ
როგორი მოოქროვილიც არ უნდა იყოს, ეს შიგნიდან როა ოქროს და მარგალიტის სიტყვები და კიდევ უფრო ძირფას. გარედან ვერაფრით ვერ შეამყოფ ისეთით, რომ შიგნიდან სჯობდეს. მაგრამ რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავსარს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა, თვინიერ საფუძველის, ანუ საფუძველის გარეშე, რომელსა ეკვეთა მდინარე და მეღვსეულად დაეცა და იყო დაცემა ის სახლისა მის დიდი. ასეთ სახლსო დაეჯახება ეს მდინარე და წყალდიდობა და ხარისხალი და წვიმა. დაეცემა ეს სახლი, თუმცა შორიდან რო შეხედო, ორივე სახლი დგას, ანუ სანამ რაღაცა კატასტროფა მოხდება, მანამდე ორივე ჩანს რო დგას. მაგრამ აი სწორედ ის რაღაცა ამინდის გაუარესება გამოაჩენს, რომელი სახლი დგას ნამდვილებში და რომელი და ჩვენზეა ლაპარაკი, ქრისტიანებზეა ლაპარაკი. ეხლა ჩვენ შეიძლება გარეგნულად ვისწავლეთ, როგორ დავემსგავსოთ მორწმუნეებს. გარეგნულად ორივე სახლი აშენებული იყო, მაგრამ თავი არ არის გარეგნულად რომ დაემსგავსო. ამას წინათ ვკითხულობდი იგუმენი ნიკონი ვარაბიოვი თავის სულიერ შვილებს წერს, ძალიან საინტერესო წერილები და იქ მონაზნობასთან დაკავშირებით წერს, რომ ნახევარ საათში შეიძლება ისწავლო გარეგნულად როგორი უნდა იყოს მონაზონი. ანუ ჩვენც აი როგორი უნდა იყოს ქრისტიანი გარეგნულად ისწავლო. მაგრამ ნახეთ, ეხლა შინაგანი მდგომარეობა თუ არ მიყვება ამას, მე რა გამოდის? ანუ ჩვენ ესე იგი შევქმნით სახე მორწმუნისა და ეხლა ვფიქრობთ, რომ ჩვენგან როგორც მორწმუნისგან ასეთ თუ ისეთ ქცევას ხომ მოითხოვენ ადამიანები. შინაგანად ჩვენ ეგეთები არა ვართ. და მაშინ რა გამოდის? აკეთებ იმას, როგორიც არ ახარ და ეგ არის სწორედ ფარისევლობა. ადამიანი ყალიბდება როგორც ფარისევი. მაგრამ შინაგანად არ არის ეგეთი. გარეგნულად კი ცდილობს, რომ მორწმუნეს დაემსგავსოს. მაგრამ ამას გამოაჩენს ხოლმე განსაცდელი. ეგ განსაცდელის დროს როგორც იქრო წყალდიდობამ და ხარისხალმა და ემა გამოაჩინა, ესე გამოაჩენს ხოლმე ადამიანს განსაცდელი. რაღაც გამოცდის წინაშე რო დგება. ხო, გამოცდის წინაშე დადგმა მაინც და მაინც არ არის რაღაც უბედურება მოგივიდეს. აი მაგალითად მდიდარი და გლახაკი ლაზარე. ორივე განსაცდელის წინაშე დადგა, ესე რომ ვთქვათ, ორივე გამოცდის წინაშე დადგა. მდიდარი დადგა იმ გამოცდის წინაშე, რომ სიმდიდრე მიენიჭა მას და როგორ მოიხმარდა. ეს იყო მისი გამოცდა, ეს უნდა ჩაებარებინა და ამით უნდა გადასცენილიყო, ცხონებულიყო. და გლახაკი ლაზარე დადგა იმ განსაცდელის წინაშე, რომ როგორ მოითმენდა თავის გასაჭირს, როგორ არ განიკითხავდა არავის, როგორ ღმერთს არ დაგმობდა და ლაზარემ ჩააბარა ეს განსაცდელი, გამოცდა. მდიდარმა ვერ ჩააბარა. მდიდარი რომ მოწყალე ყოფილიყო სხვების მიმართ, ისიც ჩააბარებდა ამ გამოცდას. და ჩვენც ამა თუ იმ გამოცდის წინაშე ყოველთვის ვდგებით. შეიძლება ითქვას ყოველდღიურად ვდგებით პატარ-პატარა გამოცდების წინაშე ჩასაბარებლად, მაგრამ არის ხოლმე პერიოდულად უფრო ცოტა დიდიც რაღაც შეხვდება და ახლა აი ზაღან მოდი კიდევ ჩვენს სტუმარს მეუბრუნდეთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის. ვინმე თუ გოლში არ გაიმარჯვა, შიდა ქართლის ჩემპიონატზე გაიყვანენ. ჯერ ხო ეტყვია, რომ შენ ჯერ შენ დარბაზში უნდა გაიმარჯვა, ალბათ ეგრე არ არის, აბა შენს დარბაზში რო საუკეთესო ხარ, ასეთ წაგიყვანენ გორის შეჯიბზე ეს ქობულეთიდან დანდება. მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. მე შიდა ქართლში თუ გაიმარჯვებ, ალბათ შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს რაღაცა. მე მთლიანი, მე ევროპის ჩემპიონატი და მე მსოფლიო. რატო ამბობ? წმენაშიც ესეთი გადასალახი გამოცდები.
შენ თუ იმ პატარას ვერ ჩააბარებ, იმ დიდზე ვერ გახარ. დიდი გამოცდის წინაშე ვერ გადიხარ. შენ პატარ-პატარები ყოველდღიური შენს ოჯახში რაც ხდება, შენ სამეგობროში რაც ხდება. და ცოტა უფრო რაღაცა დიდზე მოგიწევს, ვინც მცირე შეერთგულია, იმას უფალი დიდზეც დააყენებს და მე ადრეც მოგიყევით და ეს ძალიან კარგად აღწევს, ესე იგი, აი ჩვენ შინაგან და გარეგნულ მდგომარეობას. მინდა გრიგოლ ნოსელს აქვს ესეთი ნაშრომი. კარგი იქნება ეს მოიძიოთ, აი ინტერნეტში ხო დღე-დაღამე ადამიანი ინტერნეტში. დაწერეთ, მინდა გრიგოლ ნოსელი, ქრისტიანის სახელი და აღთქმა. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეს, რა გულდასმით ადამიანმა წაიკითხოს. რა არის ქრისტიანობა? როგორ აღწერს წმინდა გრიგოლ ნოსელი რა არის ქრისტიანობა? ამბობს, რომ ქრისტიანობა არის ქრისტეს ბაძვა, იმდენად რამდენადაც ადამიანს შეუძლია. და იქ მოყავს მაგალითი, რომ ერთ-ერთ ალექსანდრიელ ვაჭარს ყავდა მაიმუნი, რომელსაც ადამიანის ფორმას ჩააცვამდა და გამოჰყავდა სცენაზე, აცეკვებდა და ამით ის ფულს შეუვლობდა. და ერთხელაც დააყავდა სხვადასხვა ქალაქში. ერთხელაც ერთ-ერთმა მდიდარმა ადამიანმა, როგორც წერია იქ, მოინდომა, რომ რომელმაც იცოდა, რომ ეს არ იყო ადამიანი, არამედ იყო მაიმუნი, მოინდომა, რომ გამოეაშკარავებინა ეს ამბავი და როდესაც მაიმუნი გადავიდა სცენაზე, თავისი ნომერი უნდა შეესრულებინა, ამ კაცმა გადაუყარა ყველაფერი ის მოგბარი დაჭმელები, რაც მაიმუნს უყვარს. და ეხლა მაიმუნმა რა დაამთავრა ცეკვა და მერე წამოკრიფა კი არა. მაშინვე ჩამოიგლიჯა ეს ნიღაბი და ეცა თავის სასუსნავებს. და ეს გამოცდა იყო მისთვის. ანუ რითიც თავიდან დავიწყე, რომ ადამიანი ცდილობს გარეგნულად შეიქმნას მორწმუნის სახე. მაგრამ განსაცდელის დროს აი ესე ჩამოიგლეჭთ ხოლმე ამ ნიღაბს და გამოჩნდება სინამდვილეში როგორები ვართ. და ჯერო ამბობთ ხოლმე, აი მაინც გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაინც გამაბრაზა. ხოდა მეზობელმა რო იყიდა რაღაცა კარგი ნივთი, იმის ბრალი კი არ არის, მე რო შემშულდა. ჩემში რო შური არ იყოს, რაც არ უნდა იყიდეს, ახლა პური რო გადატეხო, თუ ობიანი არ არის. ხო არ გამოჩნდება რომ ობიანი. მაგრამ თუ პური ობიანია, იმის ბრალი კი არ არის, ვინც ეს პური გადატეხა. ანუ ის ესეთია და მან უბრალოდ წარმოაჩინა. ვიღაც რო დახმარებას თხოვს და მე რომ მენანება, მაშინ კი არ გავხდი ძუნწი, როცა მან თხოვა რომ იქნება დამეხმარო. მე ძუნწი ვიყავი, მაგრამ მისმა თხოვნამ წარმოაჩინა ჩემი ეს. ანუ გამოჩნდა, გადატეხას პური. გარეგნულად კი იყო კარგი, მაგრამ შიგნითანაც ვეღარ იყო ესეთი, ვერ მიხვდა შინაგანი მდგომარეობა. ამიტომაც აი წმინდა გრიგოლ და გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. ჩვენ უნდა დღეს ახლა სამწუხაროდ ესეა, რომ იშვიათად თუ ვინმე წიგნით იძინებს, ძირითადად ტელეფონებით და პლანშეტებით ვიძინებთ, როდის უნდა გამოიკვლევს შენი მდგომარეობა? ვერ გამოიკვლევს. უნდა გადადო ყველაფერი და რომ დაწვევი მაშინ მაინც უნდა იფიქრო. მაშინ მაინც. რომ აბა რა ხდებოდა დღევანდელ დღეს. აი ჩვენ როდესაც ახსარებაზე მოვდივართ და ხშირად დამინახია ხოლმე, რომ აი ვიღაცამ სახელდახელოდ მოახია რაღაცას და ესეთ ფუნქციაზე რომ დაწერს ახსარებას და იქვე და მოიდა. ეგ არის ახსარება. ეგ არის ის, რაც ზედაპირზე ჩანდა. აი პური რო გარედანაც რო უკვე წერტილები დაეთყობა იმ ოფისაში, გინდა რომ ამოვიდა. ეგ არ არის ახსარება. ახსარება ისაა, რომ სანამ ვინმე გადატეხავს იმპულსს, შენ თვითონ გამოიკვლიო შიგნით რა ხდება. და ის უნდა შეინანო. და იმითი გამოსწორდება იმ პურის შინაგანი მდგომარეობაც. და ესე განიკურნება. და თუ ამას არ აკეთებს ადამიანი და შეუძლებელია ეს გააკეთოს,
როდესაც გართულია 1000 საქმეში. უნდა გააკეთოს მაშინ, როდესაც ის მოიცლის ამისთვის, დაძდება თავისთვის, შვიდად წნარად. აი დღეს ესე იგი სამწუხაროდ აი ადამიანი კი აი ხო რაღაც საქმეებშია გართული და სულ ჩქარობს, ფათიკუტობს რაღაცებს აკეთებს. თავშოთ ავიდა ავტობუსში და 20 წუთია გზაში დრო. 20 წუთი ხო ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ აჰა უნდა იჯდეს. რა უნდა გააკეთოს? და იქ შეუძლია რომ იფიქროს ამაზე, მაგრამ იქაც აბა დააკვირდით. ავტობუსში შეიძლება ისე ახვიდე და ჩამოხვიდე, იქ ვინ იყო ვერ გაიგო. ყველა ტელეფონშია ჩართული. შეიძლება მეზობლებმა ერთად იმგზავრონ და არ იცოდნენ რომ ერთად იმგზავრეს. აი, ალტერნატივა ის იქნება, რომ ალბათ უფრო გაუმჯობესდება ტექნიკა. მაგრამ ეგ საქმეს არ უშველის. ალტერნატივა არის ის, რომ ადამიანი ამაზე დაფიქრდეს. რა მოაქვს მისთვის ამას? მიხდება, რომ სულის და გულის დაღლის მეტი არაფერი არ მოაქვს, გამოფიტვის მეტი არაფერი არ მოაქვს. და თუ ადამიანი ამას დაფიქრდება, მიხდება, რომ სისულელეა, რაში კარგავ დროს. თან სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იქ ახალი არაფერი არ არის. სულ ერთი და იგივე. თან ისეთი, რომ აი თუ დაკვირვები ხარ, ცოტა დიდი ხანი რომ მოგიწია იმ ტელეფონთან ყოფნა და ეს სამწუხაროდ ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი. სამწუხაროდ. იფიტებ. არაფერი ვერაფერს ვერ იღებ. მაგრამ აი რო ყოფილა რომ წიგნს აიღებ, წმინდა მამის ნაშრომს წაიკითხავ მის ცხოვრებას, რაღაცნაირად შინაგანად ივსები და იქ მაყოფილების გზნობა გაქვს, რაღაც სხვანაირად ახლა. ამით ივსები და იმითიც არიელდები. და ზუსტად ეგ არის აი სანკესი, რომელიც ადამიანს იტყუებს. ეხლა ჩვენ რო იქ წმინდა მამის აზრების საკითხავად არ შევდივართ, ეგეც ხოვის არის. შეიძლება ის წაიკითხო 20 წამი, მაგრამ 1 საათი მერე გაგიტაცებს სხვა რაღაცა. გაგიტაცებს. და ყოფილა შემთხვევა, რომ აი შევსულვართ, წმინდა მამის გამონათქვამი წაგუკითხია და მაშინ გაგვითიშია. მაშინ იწყება თუ იწყება. ხო და რო შევხედოთ ისე, შეიძლება აი 98% მაინც ამავებას დასტრიალებს, თუნდაც ჩვენი გონება იქ რო შევდივართ. არის თითოეულა რა თქმა უნდა, შეიძლება სწორად იყენებდეს, ახერხებდეს, მაგრამ ძირითადად ადამიანი იმას ვერ იყენებს. კი. კი. კი ბატონო. კი, ნამდვილად ეგ. კი ბატონო, და რამდენი ბავშვი, ესე იგი, აი აუტიზმის ნიშნები რაც არის. ძალიან გავს ამ აუტიზმის ნიშნებს იმ ბავშვების მდგომარეობა, ვინც ტელეფონზე ესე მიჯაჭვია. ზოგ შემთხვევაში ვერც კი არჩევენ. არის ესეთი შემთხვევები, რომ მიყავდა პირდაპირ ეუბნების აუტიზმის ნიშნები. სინამდვილეში ეს ტელეფონისგან გამოწვეული ნიშნები. მაგას ვამბობ, იცი რამდენია, ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ შეხება გვაქვს მაგ ადამიანებთან, ვინც მოკლედ ვისთანაც მიდიან ეს ბავშვები რაღაცა. სარეაბილიტაციო ცენტრებია გახსნილი. ძალიან ბევრი ბავშვები არის, ვინც დაბადებიდან არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, ვისაც და შემდეგ აი ტელეფონის გამო ეს დაემართა.
უამრავი ბავშვი, ეს არ არის ერთი და ორი. ამიტომაც აი მშობელმა უნდა თავი შეიკავოს. ზოგიერთი მშობელი ესე აჭმევს თავის ბავშვს, რომ ტელეფონი უნდა ჩაურთოს, ისე არ აჭამს დაუშვათ. ზოგს მგონია, რომ ეს უვნებელია. მაგალითად, აი ამას წინათ საავადმყოფოში ვიყავი, რაღაცა ველოდებოდით და იქ მშობლები იყვნენ და საუბრობდნენ, რომ აი ესე ვაკეთებდიო და არც კი ვიცოდიო, რომ ეს რამეს ვნებდა. არ ვიცოდიო და ეგრე ვაკეთებდიო. და პრობლემა ჰქონდა იმის. არა მარტო პატარებს, სპეციალურად რაღაცა დაავადებაც კი დაარქვეს სადღაც. ტელეფონზე მიჯაჭვულობა. ბატონო. იღუმენი ნიკონი, ვარაბიოვი. ნიკონი კი ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე, აი დევნის პერიოდში იყო. ძალიან დიდი მოძღვარია ესე. ძალიან კარგი წერილებია სულიერი შვილებისადმი. გაგზავნილი და ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის, მოდი შევეხოთ კიდე დღეს არის ხსენება წმინდა დიონისე არეოპაგელის. ეს არის ერთ-ერთი დიდი წმინდანი სოფლიო წმინდა მამათა შორის. როდესაც პავლე მოციქული ქრისტიანობას ქადაგებდა და იდევნებოდა და ხან რომელ ქალაქში აღმოჩნდებოდა, მოხდა ათენშიც, საბერძნეთში. ათენში მოხდა, ათენი თქვენ იცით, რომ მრავალღმერთიანობით გამოირჩეოდა, სხვადასხვა კერპები ჰქონდათ მათ და ჰქონდათ ერთი ასეთი კერპი. უცნაური ღმერთი, უცნობი ღმერთი სხვაგვარად. ხო, თანამედროვე ქართულად უცნობი ღმერთი, ძველ ქართულად უცნაური ღმერთი. ხო და ნახეთ ახლა იქ ანუ ეს წარმართებმა რატო გააკეთეს ეს უცნობი ღმერთი? ანუ ისინი ფიქრობდნენ, ლოგიკურად ფიქრობდნენ, რომ ხო იყო პერიოდი, როდესაც რომელიღაც კერპს თაყვანს ავცემდით, მარტო აი ამათ ვცემდით თაყვანს, მერე გამოჩნდა ეს ხო აქ თვითონ წვიმის ღმერთი და ზღვის ღმერთი და ამისი და ძალიან ბევრი პანთეონი, მრავალღმერთიანი. და ფიქრობდნენ, რომ ხო იყო პერიოდი, როცა აი ამ კერპს ავცემდით თაყვანს, მერე ამასაც თაყვანს ვცემთ. მერე კიდე ის მოემატა და ხომ შეიძლება რომ მომავალშიც გამოჩნდეს ისეთი ღმერთი, რომელსაც ახლა ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრამ მერე იმის ქანდაკებაც იქნება, იმასაც თაყვანს ვცემთ. ხო და მოდიო ისიც რომ არ დაგვრჩეს თაყვანისცემის გარეშეო, გავაკეთოთ ერთი კერპი, უცნობი ღმერთი დააწერეს, რომლის მეშვეობითაც ყველა იმ მომავალში გამოსაჩენ კერპებს უკვე აქვე თაყვანს ვცემთ. ამას რო თაყვანს ვცემთ, ესე იგი ყველა იმ ღმერთს, რომელიც მერე გამოჩნდება, უკვე თაყვანი გვეცემა, გვექნება ნაცანი, რაღაც სახურება გაწევა. ხო და პავლე მოციქულმა აი ნახეთ რა, ესეც რომ ქრისტიანობის საქადაგებლად გამოიყენა. ხო და რომ მოხდა არეოპაგში, მათ უმთავრეს სამსჯავროში. ახლა ათანელებიო, როგორც საქმემოციქული აღწერს, იმაზე მეტად არაფრით არ შეიქცევდნენ თავს და არაფერი არ სიამოვნებდათ, ვიდრე რაღაცა ახალის მოსმენა. ფილოსოფოსები იყვნენ იქ ხალხი. და სწორედ ამითი დაიწყო პავლე მოციქულმა ქადაგება. აი თქვენ რო ღმერთი, მე ხედავთ რომ ძალიან მორწმუნეები ჩანხართ. თქვენ რო იქ კერპი გაქვთ, უცნობი ღმერთიო, სწორედ იმის შესახებ უნდა მოგიყვეთ. რომელმაც უცადა ქვეყანა შექმნაო და მოკლედ ჩამოყვება თუ არ ვწევი, მე-17 თავია საქმემოციქულთან. და რომ უკვე დაიწყო ქადაგება აღდგომაზე, იმის მერე უკვე აღარ უსმენდნენ. ხალხი აზრია მოდა, ზოგი დაცინით ამობდა, მერე კიდე მოდი მოგისმენ, ზოგმა მართლა აინტერესებდა, ზოგი ასე, ზოგი ისე. და იქ იყო ერთ-ერთი კაცი, რომელიც ამ არეოპაგის სამსჯავროს წევრი იყო, დიონისე, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს.
და ქალბატონი იყო დამარისი, რომელიც როგორც გარდამოცემ ამბობს იყო მისი მეუღლე, მათაც ირწმუნეს და გაყვნენ პავლე მოციქულს. თუმცა მანამდე ძალიან საინტერესო რამ წერია წმინდა დიონისეს. ილიოპოლში ცხოვრობდაო და ის ვარსკვლავებს სწავლობდა, ვარსკვლავთ რიცხველები რო იყვნენ ყველად და როდესაც იესო ქრისტე ჯარცმა მოხდა, თქვენ ხო იცით რომ იქ დაბნელდა და სხვადასხვა რაღაცები მოხდა იქ, წვდები განიყო, გრეცამელიორად განიყო. ეს მზის დაბნელება რომ იხილა, მან თქვა რომ ეხლაო ან სამყაროს შემოქმედი იტანჯებაო და ან ეს ხილული სამყარო ასრულებს თავის არსებობას. შემდეგ როდესაც დაემოწაფა პავლე მოციქულს, მასთან ერთად დადიოდა, მასთან ერთად ქადაგებდა, შემდეგ ათენის ეპისკოპოსი გახდა და მოწამეობრივად აღესრულა და მანამ მოწამეობრივად აღესრულებოდა, როდესაც ყოლაწმინდა ღვთისმშობელი ნახა, აი იმდენად იყო ყოლაწმინდა ღვთისმშობელი მიმსგავსებული თავის ძეს და ღმერთს, რომ აი თვისებებით იმდენად იყო თურმე მიმსგავსებული, რომ ახტაცებით წერს თავის მოძღვარს პავლე მოციქულს წმინდა დიონისე, რომ შენგან რო არ მცოდნოდაო, რომ ღმერთიო მამაკაცად უნდა მოვიდესო, მე ყოლაწმინდა ღვთისმშობელი მეგონებოდაო ადამიანად მოსული ღმერთი. აი წეღარაზეც ვამბობდით, რომ ქრისტიანობა არის ქრისტეს ბაძვა იმდენად, რამდენადაც ადამიანურ ბუნებას ეს შეუძლია. და წარმოიდგინეთ, როგორ იყო ყოლაწმინდა ღვთისმშობელი მიმსგავსებული, რომ მე ის მეგონებოდა განკაცებული ღმერთი. რომ არ მცოდნოდა, რომ ღმერთი მამაკაცად უნდა მოვიდეს. წმინდა დიონისეს უკავშირდება რამოდენიმე ნაშრომი. აი ერთ-ერთი არის, რომელიც ზეციური ღვთისმთავრობის შესახებ ამბობს, ზეციურ იერარქიაზე წერს. აი რომ როგორ არის ეკლესიაში მოწყობილი იერარქია და რომ ეს ეკლესიაში მოწყობილი იერარქია არის ანალოგი ზეციური იერარქიისა. სწორედ მისგან ვიცით ესე ჩამოყალიბებული სწავლება, რომ 9 დასი არსებობს ანგელოსთან. თუმცა მანამდე პავლე მოციქული წერს თავის ეპისტოლეებში ამ ანგელოსთა დასების შესახებ. როგორ ღვთისგან როგორ მოედინება ნათელი და როგორ მოდის ადამიანებთან და ისინი ერთმანეთს გადასცემენ ამ ნათელს. და მისი სწავლებები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამითი ხელმძღვანელობს შეიძლება ითქვას ეკლესია, როდესაც აი დოგმატურ საკითხებზე მსჯელობს. როდესაც მას თავი მოჰკვეთეს, საოცარი ამბავია, თავისი მოკვეთილი თავი აიღო და ტაძრამდე მივიდა. ხო, ურწმუნო ადამიანმაც რო შეხედოს ესეთი რაღაცეებით, ხო? ეს ხო შემთხვევით არ ხდება. ეს ხო ისტორია, რაც დაიწერა. მაგრამ ზოგი მაინც ვერ გულისხმობს. რა არის და როგორ. შეგვეციოს მისი მეოხება, ის ძალიან დიდი წმინდანი არის და ძალიან დიდი მოღვაწე არის. მოდით შევკითხოთ, წავიკითხოთ თან. ადამიანი, რომელიც ემიგრაციაშია, ცდილობს უფალთან ყოფნას, მაგრამ არ ყავს მოძღვარი და არც ნაზიარებიან. როცა დაბრუნდება, უნდა აღსარებაც და ზიარებაც. შეიძლება თუ არა იმარხულოს ოთხშაბათსა და პარასკევს. არის თუ არა კურთხევა საჭირო. მართალია თუ არა, რომ პატრიარქმა ემიგრანტებს მისცა ნება, რომ შემსუბუქებულად შეუძლიათ იმარხულონ და როგორ გავიგოთ ესო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მე არ ვიცი პატრიარქმა ეს კურთხევა მისცა თუ არა და რას ნიშნავს ეს. არ ვიცი ახლა პირველად მესმის. მაგრამ მათ შეუძლიათ რომ ოთხშაბათსა და პარასკევს იმარხულონ. ამისთვის წინასწარ კურთხევა არ არის საჭირო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის და ქრისტიანეთათვის იწყება მარხვა, მან შეუძლია რომ იმარხულოს.
კურთხევის აღება არის იმ შემთხვევაში ხოლმე საჭირო, რომ ახლა რატო ამბობ ამას? ზოგიერთი აი მოძღვართან ვერ ახერხებს მისვლას და მარხვა დაიწყო და რადგან კურთხევა არ ამიღიაო, მხოლოდ მაგის გამო თავს იკავის მარხვის. მარხვა უნდა დაიწყოს ადამიანმა, მაგრამ თუ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რაღაცა სჭირდება მას, რომ კონკრეტული რაღაც მიიღოს ისეთი რაც არასამართლო, მაგ შემთხვევაში შეიძლება მოძღვარს დაეკითხოს. ან იმ შემთხვევაში თუ უნდა რომ უფრო მეტად კაცრად იმართულოს. აი აქ ჭირდება კურთხევა აიღოს, რომ თვითნებურად არ გააკეთოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება რომ მარხვაც შეინახოს, ლოცითაც ილოცოს, სახარებაც იკითხოს და მაშინ გამოაჩენს მერე იმის შემდეგ. თუ არა და შეიძლება რომელიმე ქვეყანაში არ არის ქართული სამრევლო, მაგრამ მართლმადიდებლური ტაძრები ხო არის. არის ბერძნული, არის რუსული, არის კიდე შეიძლება ბულგარელებს კონდეთ. ეს აი მართლმადიდებლური ქვეყნები რომლებიც. არა, ბევრგანაირმა ზოგი ისეთ ქალაქში ცხოვრობს, ახლა შეიძლება 6 და 7 საათი უნდა იარო, რომ იქ მიხვიდე. შეიძლება იქვე იყოს მართლმადიდებლური სამრევლო. თუნდაც არ იყოს ის ქართული. არის რომ იქ აღსარებად ყოს ეზია.